რა შეგიძლია გითხრა რა არის შენი მოლოდინი? პირველად მინდა გითხრათ მადლობა ყველას სოლიდარობისთვის, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ადამიანის მხარდაჭერა მივიღე გუშინაც თქვი და დღესაც რომ ვნახულობდი მირიდება იმის რომ ძალიან ძნელია რა წლების განმავლობაში ვცდილობდი რომ ნაკრებები რომ ჩამოდიოდნენ აეროპორტში ხალხი წამეყვანა რა ავტობუსებს ბირო დაგვიყენებია, მაშინ ვერ გაგვიშვია ორი ავტობუსი, რომ იქ წამოსულიყვნენ და ნაკრებს დახვედროდნენ და რაღაც და აი გუშინ რომ ნახე პირველი ამომიგდო ესეთი მეგობრები მწერდნენ და გიორგი ახობაძის პოსტი ამომიგდო და რომელიც მე ესე გავარდა და გიორგისაც განსაკუთრებული მადლობა. ანუ მერიდებოდა იმის რომ აი ადამიანები ესე შეწუხდნენ და ესე მოვიდნენ. ძალიან სასიამოვნო იყო ის რომ გრძნობდი სოლიდარობას, იმიტომ რომ მაგაზე მაგარი არაფრის გაკეთება ადამიანებს არ შეგვიძლია რა. ეგ გვაადამიანებს რა. და მოლოდინს რაც შეეხება მაშინ სადაც რევაზ კიკნაძის ნასროლი ხელსახოცი ხდება დანაშაულის სამხილი და ანუ ხალხი რომელიც ერთმანეთს არ იცნობს ჯგუფური დანაშაულისთვის არის გასამართლებული და ციხეს უსჯიან დგეფუაძის აწითლებული ლოყისთვის მსიამაღლებელი როს ანუ ის რომ შეიძლება დამიჭირონ ეს რუსთაველზე მდგომი ადამიანების უმრავლესობას გათავისებული აქვს და კიდევ ერთხელ ვიტყვი მადლობა ჩემ ოჯახს რომ ისინიც ძალიან ისე მხნედარიან და მზად არიან იმისთვის რომ ეს შეიძლება მოხდეს და ვაიმე ის რომ მოხდეს რა გვეშველება და რაღაცა რეჟიმი არის ეგეთი რა მოხდები ხელში და მოგაყოლებენ თავის ხორცაკებში აქედან იქედან მაგრამ ამაში გაგატარებენ რა დაგწმეხავენ გინერვიულებენ ყველას მოგაშორებენ საყვარელ ადამიანებს დღეს დღეს არის დემეტრეს დაბადების დღე მოკლედ და წასულიც იმიტომ ვიყავით რომ ბოლო 9 თვის განმავლობაში ოჯახთან წესიერად ფაქტობრივად არ ყოფილა რა იმიტომ რომ საღამოს აქციებზე დღისით აქციები რაღაცა და მოდი რამდენიმე დღე წავიდეთ ერთად გავატაროთ ოღონდ ეს ბილეთები ქონდა აღებული წასვლამდე და ისეთი მოხდა რომ წესით ამ ამბებამდე ხო ამ ამბებამდე და ისეთები მოხდა რომ იქ რო წესით ერთად უნდა ყოფილიყავით და ტელეფონი არ უნდა მქონოდა ორი ტელეფონით ვიჯექი უკვე რომ გამეგო რა ხდებოდა რა ხალხის სოლიდარობა რო არა დიდი შანსია რომ მეც გისოსებს მიღმა უკვე აღმოჩენილიყავი არ გამორიცხავ იმას რომ რაღაცა მოიგონონ რაღაცა პროვოკაცია მოხდეს ვიღაცა დამხდეს ანუ არაფერი მათგან გამორიცხული არ არის ხალხის სოლიდარობა რო არა დიდი შანსია რომ მე საზღვარზეც არ გავეშვი და ის რომ საქმის დატრიალებას საპირისპირო დაპირებდნენ ვიგრძენი მომენტიდან როცა პოლიციელს იარაღი რო გადავეცი აი არ ვიცი რა ქვია მაგ მდგომარეობას რა ძალიან წამოიღო ადრენალინი ძალიან ისე ცუდად გავხდი შეიძლება ითქვას და უცებ გამომაფხიზლა პოლიციელების ცოტა ისეთმა აგრესიულმა რეპლიკებმა ხელში ხელის სწავლებამ რომ ბიჭო საიდან გაქვს ეს იარაღი და უცებ დაიწყეს ჩემზე გადმოტანა ისრების რომ ეს იარაღი იყო ჩემი ვერაფერი ვერ მოვიფიქრე იცოდნენ ანუ მე მინდა რომ კარგად განვუმარტოთ ახლა მაყურებელს ჩვენ რაზე ვლაპარაკობთ პოლიცია რომელიც იქვე იყო მიუყვანე ასევე ეს კაფიდან გამოვიყვანე იარაღი მივაწოდე და უთხარი რომ იარაღი ქონდა ამ ბიჭს ამას ხო და ნაცვლად იმისა რომ აქედან აი ძალიან მოკლე მონაკვეთში იწყება რომ ხელში ხელი და ბიჭო იარაღი საიდან გაქვს მოდი აქ და ხვდები რომ ძალიან დროს ის ბიჭის ვერ ვხედავ იმიტომ რომ ის გაყავთ მე ვნახე კადრებში ის გაყავს პოლიციას და მე მივყავარ კაფისკენ და მაშინ დავიწყე რომ მეთქი კამერები ნახეთ და ჩემ და ბედად კაფეში შიგნით იყო კამერები როგორც კი შიგნით შემიყვანეს და კამერები დაინახეს აი ეს საიდან გაქვს იარაღის თემა ჩაიკეცა და ეგრევე იწყებენ აი უთხარი კიდევაც რა ვიცი თუ უყურებენ 20 პოლიციელი იყო ალბათ იქ მინიმუმ და ერთადერთი იყო რომელსაც ჰქონდა ადამიანური რაღაცა ემპათია რა რომ კაი ჩიქარი ხარ დამშვიდი დანარჩენი კაი ბიჭო რა გჭირ შარიკებს ისვრის მაგ შარიკებიანი იარაღით
ხალხი მოუკლავთ. არის ამის შემთხვევები. რუსმა სკინჰედებმა მოკლეს ქართველი მოსკოვში. 3 თუ 4 შარიკის მოხვედრით. ჯერ ერთი რას ნიშნავს? საათზე მეტი უბრალოდ არ მიშვებდნენ გარეთ, არავითარი გამოკითხვა, ოქმი, არაფერი. უბრალოდ ელოდებოდნენ ვიღაცას, რომელიც კი, ბრძანებას არა, უშუალოდ ამ ბრძანების მომტანს და აღმსრულებელს იქ ჩანს კიდევაც კადრებში. მაშინ, როდესაც მე ჩემს მეუღლეს მივწერე, რომ მეთქი, აი ადვოკატის ამბავი და მეგობრებს მივწერე, გარეთ ამბავი რო ატყდა, ხმა არ შემოდიოდა შიგნით კარგად. გარეთ ამბავი რო ატყდა და ადვოკატები რომ მოვიდნენ, ცოტა ხანში ნინომ წერს, რომ პოლიციელი მოთქვეს, რომ ადვოკატი არ მჭირდებაო თქვაო. ანუ ხალხი მოატყუეს, რომ სანამ ამათი ვიღაცა მოვიდოდა, იქ რაღაცა ნებათა ღელვა პიკს არ მიღწეოდა რა. და როდესაც ეს რო შემოვიდა კადრებში ჩანს იქ ადვოკატს ელაპარაკება, აი ყველანაირი ადამიანური ემპათიისგან დაცლილი, აგრესიული და აი ხა თუ არ წამოხვალ და ჩვენებას თუ არ აი რაღაც მე არ მინდა რომ ჩემი შვილის უსაფრთხოებას აი ეგეთი პოლიციელები იცავდნენ რა. არც ხვისი შვილის უსაფრთხოების დასაცავად არ მინდა ეგეთი პოლიციელები, რომელსაც ადამიანობა არ აქვს შერჩენილი. და თან ეს როგორც ჩანს ის ეკიპაჟია, რომელიც რუსთაველის გამზირზე ყოფი ადამიანებისთვის არის გამწესებული. ეს იყო დიდი ალბათობით მაღალი ანუ საპატრულო ეკიპაჟებზე რანგით ბევრად უფრო მაღალი და ჩინით, იქ ქცევაზე და ლაპარაკზე მას ეს ეტყობოდა და ამ კადრებში აქ უკვე ადვოკატი შემოშებულია. და ნუ ეკიპაჟზე არ ვიცი, საპატრულო ეკიპაჟი ბევრი იყო, კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებიც მეტნაკლებად იყვნენ, მაგრამ აი ეს ვინც ამ ბრძანების აღსასრულებლად მოვიდა, აი გამორჩეულად არასასიამოვნოდ იქცეოდა და ყველაზე მნიშვნელოვანი რაც იყო, ყველა ვინც კი შიგნით იყო ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენელი, თითქოს აი ფეხის წვერებზე დადგა ეს რომ მოვიდა რა. აი ეს ერთი კონკრეტული. ეს ერთი კონკრეტული და როდესაც მას უთხარი რომ მეთქი გამიშვით ბიჭო სიგარეტის მოწევა მინდა რა. ვიცით ეს. არის კადრებში ჩანს ადვოკატს ელაპარაკება. ჩინი რანგი არავინ არაფერზე არ გამცნობია. ერთადერთი იყო რომელმაც მითხრა რომელ სამსახურს წარმოადგენდა, რომელზეც აღნიშნეს ზუსტად რომ ადამიანურად ხედავდი რომ ადამიანი მელაპარაკებოდა და არა ფორმაში გადაცმული ვიღაც აგრესიული ტიპი რა. და იმას ვინც მოვიდა ფორმაც არ ეცვა, კლასიკურად შავებში და ისე ჯერ არ გიფიქრია რომ ყველაფერს რო თავი დავენებოთ პოლიცია როდესაც არის იქ და შენ ახდენ ანუ ეს პოლიციას უნდა გააკეთებინა რაც შენ გააკეთე ეს იქნებოდა მათთვის სარვისი შეურაცხყოფელი იმიტომ რომ ამის მოლოდინი საერთოდ არ მქონია იმიტომ რომ 300 დღე ხდება ხვალ და მაქსიმალურად ვცდილობდი რომ აი აქციის დღეები არ ჩამეგდო და რაღაც ერთეული გამონაკლისების გარდა მე დღეები არ ჩამიგდია 50-ზე მეტი ტიტუშკის კორდონით გაცილება მაქვს ნანახი რუსთაველიდან. ტიტუშკების, რომლებიც პატიმრების მშობლებს აგინებენ, ქალებს ურტყამენ და აი ეს პოლიცია როგორი მოწიწებით აცილებს. შეუძლებელია. ყველას გვახსოვს ეს კადრები. შეუძლებელია ისეთი შემთხვევები ყოფილას, როდესაც აი კამერები უბრალოდ არ იყო. და შეიძლება არ იყოს გადაღებული. ტიპები, რომლებიც საფლავებს აგინებდნენ პატიმრების ოჯახის წევრებს და დემონსტრანტებს, კაი, ჩემი ძმა დაწყნარდით ამ შვიდით ყავთ გაცილებულები. აი, ამის მერე ის რომ პოლიციას რაღაცა უნდა გაეკეთებინა, არა, ეს ხალხი ემორჩილება ბრძანებას და ემორჩილება ზემდგომს. ზემდგომი ემორჩილება თავის ზემდგომს და არავითარი ანგარიშვალდებულების შეგრძნება მოქალაქეებთან ამ ადამიანებს არა. ლევან